მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მაინც თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორის 10 უკვე გადაყენებული ქართული თეატრის სიკვდილის კორიფეს და სვეტი რა? სვეტის კი არა, სვეტი, კოლონა, კვარცხლბეკი. ხო, მე ერთი რამე მინდა თქვა თეატრზე და მე თქვენ თეატრი გევასებათ, შენ გევასებათ თეატრი? კი. შენ? მე თეატრში ვარ ბოლოს ნამყოფი სკოლის ასაკში. არა, ეგ არ ნიშნავს იმას, შენ არ ახარ ნამყოფი, მაგრამ გევასებათ. ნუ რაღაცები ნანახი მაქვს, ვიდეო, ჩანაწერები. ცხოვრობ ის თეატრში. წელი, რომელიც არ წავედი თეატრში, ის წელი დაკარგულია ჩემთვის. ანუ შენ რამდენი წლის ხარ ესე იგი? თეატრში თუ დოის თეატრზე. აი, შენ მოის მაგას ჩავარდი შენთვის, ანუ თვე რომელიც დოის სპექტაკლის ნახვის გარეშე გადიოდა ის თვე შენს იყო თუ არა დაკარგული? კი. მე მეგონი ესე უნდა შევაფასო. მე რაღაცას ვიტყვი. მე უფრო ვკითხულობ თეატრებს, შეიძლება ვერ დავდივარ თეატრებს. ანუ ეგრე უნდა დაუძახო. წარმოდგენაში დადიხარ, ხო? კი, თეატრები. სპექტაკლში დადიხარ. მე ერთი რამე მინდა თქვა და ბიჭებო, ამივეთხარი. თანამედროვე სამყაროში, პოსტმოდერნულ სამყაროში თეატრს, ოპერას, ბალეტს არ აქვს ის ჭრა, არ აქვს ის სოციოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც ჰქონდა მე-17 საუკუნეში. და დავასრულებ. ჭრა აქვს, მეგობრებო, TikTok-ის 20-ამიან ვიდეოებს, ორ წინადადებიან ტექსტებს, პოდკასტებს, რილსებს და შორტებს. ვინ დაგეთანხმები შენ შეაუპაში. შენ რისთვისაც ამას ამბობ. ხო. აცილე, იმიტომ რომ რეალურად დოის არა, მაცადე. მეორე ნაწილია ეს. მაცადე. ეს არა აქ ჭრა ნორმალურ, კარგ, ნიჭიერ ხალხის მიერ გაკეთებულ თეატრს. და დოის გაკეთებულ ჯამბაზობას მით უმეტეს არ შეიძლება რომ ჭრა გქონდეს. მოდი ახლა გეტყვით, რამ დოის ხო იძახიან 1000-ობით და 10000-ობით მაყურებელი დავდისო. ჭოლასთანაც ხო დადის. სად არის მაყურებელი, რატო არ არის, რატო არ იცავს? სად არიან? სად არიან შვილები? ხო, კარგი, მოდი ახლა გავუშვათ, ხო? არა, ამ თეზას ამ თეზას მე მგონია რომ აი დროის მანქანა რო იყოს და დოი წავიდეს ანტიკურ საბერძნეთში, ისიც მშვიდად იქნება, ჩვენც მშვიდად იქნება. აღარ გამოვიდეს. რამე გააკეთოს. თეატრში მიუშვებენ დოის? მიუშვებენ და იქ ვლასს რო დაარტყავს, მერე ნახოს. ვის ვლასს დაარტყავს, კარგი თეატრი. ხო, მე უბრალოდ ერთი რამე მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ჩვენ გვყავს ეგეთი გოგონა, ქალბატონი ბუთხუზი. გვარია ესეთი, რომელიც აუცა რაღაცებს ამბობს. სასწაულში ლეგიანია? არა, ტაბლიაშვილ აბრაზნი არსება. არა, უფრო მაგარი. ხო, მაგას მომბრა. რომელიც როლშია, ხო? ჯერ კიდე როლშია და რო უთხრას ვინმემ რო როლში შეიძლება დაეშვა ფარდები და ჰოპ წავედ გაჩერდი. დენიელ დეი-ლუისი დიდხანს რჩებოდა როლში და სავის სახელზე, სავის სახელით რომ მიმართავდნენ არ იხედებოდა. მაგრამ მე გქონდა არის ცხოვრების გამახალისებელი. დენიელ დეი-ლუისი კარგად თამაშობს, რა თავის როლს და ეს ხალი იმ როლს რაც არის აქტივისტის როლი გზნება რა ეს დაჭარელი რაინდის როლი რაც აქვს როლი ბიჭო ანუ იმდენად პათეტიკური იმდენად სასაცილო იმდენად არაფერებრივი არის რომ გავუშვათ ეს დამჭერ მეც დამჭრეს მე დაჭრილი ვარ დათა შენც დაჭრილი ხარ არა უშავს ყველაფერი კარგად იქნება ეს დაჭრილია თავი დაიჭრა ისე როგორც იყო მართლა არ იქნება, მოდი ვაღიაროთ ეს რა. იმიტომ კი არა რომ დოი გაუშვეს, იმიტომ კი არა რომ თემურის ის, იმიტომ რომ მოხდა ის რაც მოხდა, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანები დაგვიხოცეს, დაგვიჭრეს, დაგვიწამეს და აი გავაჩერდა. გაყიდეს. არა, ბოლოს დააყადაღესო. ხო, მოდი დაგვიხოცეს და დაგვიყადაღეს. მე მგონი, მეგობრებო, აი ეხა მე ახსნა, შეგიძლიათ გააკრა. მე რო გაყი. შეგიძლიათ ახსნა რატო თქვა დაგვიხოცესო? ეხა მე გეტყვი და ყოველთვის მიიღებ. კურდულად ძმაო, როცა თუნდაც ესვრი რაღაცა მაშხანასთან, შაშხანასთან, დუბინგა შენი ხელიდან მკვდარია ეს. პროსტა შენ თქვით გადარჩა, თორე მოკვდა რა. კურდი ბიჭია. ეს მიმდევარია თქო, სუბკულტურის. აჰა, მინდა საერთოდ მიჩილოს ახლა.
არა, ამის კიდე რაღაცეები არის კიდე სხვა შლეგიანი ვიდეოები, მაგრამ მე აქ მინდა გაუშვათ? კი. ყველა გაუშვათ. მე აქ მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ პერსონაჟად შემოვიდა ამ ვიდეოში. სერიოზული რა თქმა უნდა დაჭრილები ვარ, თო ეს დათი თავაზე რო არის არსებული ტიპი. მაგას ქონდა მე დღეს გუშინ მიძინებდი ძალიან დიდი შიშით. და დღეს რო გავუხსნე პირველი რაც შემომოწმე იყო საერთაშორისო პრესა. იმიტომ რომ გუშინ თეატრალური პრესა დავიკითხე რა და ამ დათა თავაზემ Facebook სტატუსი დაწერა, სადაც თავის საერთაშორისო ფოლოვერებს თეატრალური ენაზე დაწერა. ბოდიში ბაჭო ჩაგეჭრები. ერთ კითხვას და მაგაზე მინდა კითხვა დაგისვა. როგორი ენით მიმართა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მაგრად გამოსდის მეტაფორული ენით საუბარი და ეს პოეტური პათეტიკა და იმ საერთაშორისო, ანუ ტექსტშიც იგულისხმება, ეს იგრძნობოდა. არა, იმიტომ რომ ეს ბიჭი როგორ რაღაცებს წერს, იცი, ღმერთო სული შემერე საქართველოს მდგივა და რაღაცა რუსთაველზე ხალ გამოფხიზლი. ხო, მაგრამ ანუ შენც დაგჭრეს რომ უნება ესეც მეტაფორა იყო. და მე ამან რა ქნა, აბარა. მე კი არ დამჭრეს, მე მომკლეს. არა, მე მომკლეს. არა, ამან აი პუპუა. სისხლი ხო და ეს ტექსტი როგორ იყო, ანუ ინგლისური, იცი რატო ვამბობ, რომ ზოგადად არსებობს თეორია, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ენაში არის სხვადასხვა ტიპი, ანუ სხვადასხვა პერსონალიტი გაქვს რა და იქ როგორი გადაყვა? მანდაც ჩლენი იყო. არა, მე გეკითხები პათეტიკა მაინდა, იმიტომ რომ ყველაზე მაგარია რა მაგ მხრივ. კი, მანდაც ჩლენი. გაუშვათ. კიდე ერთხელ გაუშვათ დანაბუთხო. ეხლა უკვე გაუშვათ. ართმადიდებელო ბარაბას მიმდევრებო თქვენ. ჯვარი ხო დაგვასეთ იქ პარლამენტის ხო და იქ ჯვარი კარგად დაიმახსოვრეთ. არა, მე არა, მე გასაკუთრებით. არა ეს ჩემ ფრიკ კოლექციაში მჭირდება პირადად. შენი იყოს. ჩემი აზმა. მე თამაში გარკვევს. კუბასთან ერთად ჩველი. მე ხათაშორი. მიცამაზე პრეტენზია განაცხადა. გოგეგელია კუბასი ნახევს. როცა დაიწყო ბარაბას, კარაბას ბარაბასი მეგონა მაგას ამონდა. კარაბას იმიტომ რომ ერთი წუთით ყველაზე ტრამული თეატრალური ხალხისთვის, თეატრალების მსახიობებისთვის ვინ იყო? კარაბას ბარაბასი, რომელიც თოჯინებს ანუ მსახიობებს ცუდად ეკცეოდა. ოღონდ რა იდიოტი ხტები, ანუ შინაარსობრივად რა იდიოტობად ხო ხტები? ჯვარი დაგესვება თუ. დაგვასეთ. ჯვარი დაგვასეთ ეს გახსოვდეთ. და ბარაბა. ანუ ჯურის დასმა გაიგივა ბარაბას გათავისუფლებასთან, ანუ ჯვარი, როგორცაც უსამართლობის და ბოროტების სიმბოლო, ანუ იცია მაინტერესებს კიდე, არა, მართლა რა მაინტერესებს. კიდე აქ ამას, კიდე ერთი მეჩავანდა და სხვა რამეს კითხოთ, ამისთვის ბარაბა რა პრობლემაა? არ ვიცი, მართლა, ბარაბა ჯიგარია. ბარაბა ჯიგარია, ისეთი რევოლუციონერია და ისეთი რებელ ტიპი. ბარაბა იყო მიამბოხე ტერორისტი. ხო და ამისთვის რა პრობლემა არის ბარაბა? რომაელების წინააღმდეგ. და მეორე ერთი შეუნდეს მე ბარაბას, ხო? რომაელების წინააღმდეგ გადაშკრებული ებრაელი პატრიოტი. ამას რა უნდა ბარაბასთან? არა, კარაბას ბარაბას ხო არა. იუდა ხო არ უნდა და ეთქვა. მოდი, ჯერეს. მოიცა. ამ ლოგიკით, ანუ ამათ კაკრას იუდასთან არაფერი არ აქვს მოსასარჩლებელიც. პირიქით ხელს შემოართმევენ ესე იუდა მითანამშრომლა. რა თქმა უნდა. იბატონო. ბარაბა თან ამათნაირი რევოლუციონერი კი არ იყო. ბარაბა იმენა წვეთნოირი ხოცავდა ის. რევოლუციონერი არა, ტერორისტი. ო, ისა ცოტა მელიას ჩაუფირი. აუ არა, რა ბუთხუზი ბარებ კიდე გაუშვა. ჩაუფერ მელიას. არა, ბუთხუზი, რაც გვაქვს ამოვწუროთ. მიდი ის მესამე გაუშვა. ძალიან კაი როჟა არის. იმაში გვაქვს, ჩატშია. ეს არის ფორმულაზეზის. ჩატში ფორმულაზეზის, კი ბატონო, ეხლავე. აი ნახე ბატონო. დავიდა. ისიც თუ არ გწამს. აი რაღაცნაირად თუ არ გწამს. დარგჯერა. ეს არ ჩანს. აი ეს ჭიქა არის, ეს ჭიქასავით არ ჩანს რა, ლიფტი არ არის, ეგ არის. ნახე, ყველა ჩასუნ თქვა და მოსუქარი სიკვდილი და გაცოცხლება, სიკვდილი და გაცოცხლება. ეს შენ ბოიკოტისტი იყო. სიცოცხლის დაბადების მაშინ სულ სიკვდილის ტენდენციაში რჩები. ნახე, ხვალ არის ჯვარცმა. ძალიან მაგარია.
აღდგომას ვზეიმობ 20-ში. და? სიჩუმე, აუ, ძალიან თეატრალური პაუზები. სიცოცხლის გამარჯვების. რას ვზეიმობ? გაცნობიერებული გვაქვს, რას ვზეიმობ? ძალიან მაგარ ბიჭო, აცადე, ანუ აღარ არის დამთავრდა. მე ძალიან დიდი ხანია ასეთი სიღრმისეული კონცეპტუალური დისპუტი შეიძლება და ეს არის ყველაფერი ამაზე. არა, იმიტომ რომ მეტაფიზიკის დაფუძნება იყო. მე ამაზე მაგარი მეტაფიზიკა გერმანულ იდეალიზმშიც კი არ წამიგიტავს საღოლს. ჩვენ რადიო ასოჩი თუ გაქვს მოსმენილი სოფიაში, შენ ეხლა სოფიაში ყავის იმპოზიცია. თეატრ დედასოსიძე წავიდა. აი ზუსტად ისეთი უნიჭო დიალოგი. მაგრამ ბაჩო, ამ ბიჭმა ერთი თქვა და მაგარი. ჩასუნ თქვა მოსულხა სიკვდილი და გაცოცხლე სიცოცხლე და სიკვდილი. მაგრამ კიდე კუჩაში შემხვდა რა. ბოიკოტის პერიოდში. ბიჭო, ეს ის რომელი ეს ბოიკოტის პერიოდში. იქ ჩელუსკი მემზრაობის იქონდა გახსოვს იქ რო გაიჩნდნენ რა ეს ბოიკოტის სასტავი. და მან კუჩაში შემხვდა რა. და კუჩის ბიჭია. მოვიდა და მეო კაროჩო არასოდესო კუჩის ბიჭია. არც უძდელურადო არც არ მომიმართავსო არავის მისამართითო რა ჩემ პროტესტშიო რა უბრალოდ კინო ბადარდებსო. ზოგადად კინო და დავილაპარაკოთ რა ზოგადად კინო. შემხვდიო და დავილაპარაკოთ ხვალ მოდი 10 საათზე მეთქი. არც აცალია კაცო. არ მოვიდა. 10 საათზე როგორ იბარებ 10 საათზე და შენ კინოს ისიყავი ხო? ცენზორი. ზერჩის. ეს ხო ცნობილი ცენზორია ჩეხავს კინოს. ჯალათი. მოდი თეატრზე გადავიდე. ნატომურვანიძე გავუშვით ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს. გავუშვით? ბიჭო ძალიან მაგარი საუბარი. ეს პრობლემა იმაშია რომ მე არ მახსენდება ამ სფეროს წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლება რომელიც არ გადაყვა. გააჩერე. მიხეილ სააკაშვილი რომელმაც დაარბია შემოქმედებით ინტელიგენცია დედა უთირა მე დაამცირა გახსოვთ იმ დაურები რომ მიუტანა არტისტებს საახალწლო ჯერ დედა უთირა და რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფორდი კანდო უბრალოდ შიმშილით დაიხოცებოდნენ ესენი და არ გადაყვა იცი ვერაფერი ვერ უქნეს დამორჩილდნენ ან გადავიდნენ პროტესტში ვერ უქნეს რა ქვია ცადეს არა ვიღაცები იბრძოდნენ ხა კახი იბრძოდა კახი იბრძოდა ვის მაგრები იყვნენ კახი და მართლა არტისტი ვინც იყო იმათ ადარებ ამათ არა ამათ ეხა ეს დოის და იმას რა ქვია რაშუაში რატო გამახსენდა მაგრამ ჭოლას შასე გამახსენდა მიშა დედაუტი ერთხელო პირველ წყაროდა ვიცი საახალწლო სუფრა იყო და 25 ნაპოლეონი ჭერმა არა ნაპოლეონი თუ ბელასტორტი არა ეგ სხვა ამბავი და მოიწამლა და ბელა დაიჭირა ეგ სხვა ამბავი არის ხო ეგ სხვა ამბავია ნაპოლეონი კვებითი აშლილობა კიდე რაღაც კაიმაღი არის კიდე კაიმაღი რო კაიმაღი ბიჭო საერთოდ 4 ისტორიაა ეგ ერთკოლს გადმოიყვანეს მე კაიმაღს ერთკოლს რო დაითრე უკვე თემაა და ტიპმა ამოჭამა მთელი ბელასტორტის 3 ბელა 18 კვერცხიან 30 კვერცხიან მაგაზე მაგაზე რო ის რო ეს არანაირი ჭორაობა არ არის მაგის დასტური არსებობს YouTube-ზე არის ფარული ჩანაწერი, როდესაც ბადრი პატრკაცშვილთა ცხონებულთან არის მისული სააკაშვილი, იქ არის ჟვანია, იქ არის მერაბიშვილი და 5 საათი მიდის ჩანაწერი და ხმას არიღებს. არა, ხმას როგორ არიღებს? ჭამას აწყვეტს. არა, თან ლაპარაკობს, ჭამას აწყვეტს. მეგობრებო, დათო დოიაშვილი გავუშვით აბა. ოპა, მოვიდა. ეხლა მე ვიცები ამ თეატრის ხელმძღვანელი ვარდები საერთოდ მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში მე თვითონ არ ვიცი დასი არის შეკრებილი და იღებს გადაწყვეტილებას არა ამ შეიძლება ამიტომ არის მნიშვნელოვანი კი ბატონო აი გავაჩერ ეხლა აქ რა თქვა ეხლა აქ არ არის დასმა განაცხადა თეატრალურმა დასმა რომ სხვას არ მივიღებთ ანუ ჩვენ გვინდა დოი. ანუ ვინც ახლა უნდა მივიდეს იქ? წადით თქვენს თქო კაცო. არა, ისინი იქნებიან აქ, გამოებმებიან ხელბორკილებით რადიატორებს და თითების თეატრს გვაჩვენებენ. თეატრი მეგობრებო, ჯიბის ბილიარდს გვაჩვენებენ. ჩემი პრობლემაა, რომ ჯერ საერთოდ ესეთ მოვლენაზე, როგორც არის ეხანდელი ქართული თეატრი, მეცინება, თქვენ უნიჭოებო თქვენა, თქვენ ბიჭო, რა ხალხი უნდა გამოიყვანოთ. რა შეგიძლიათ ვინყავთ მიმდევრები, ბიჭო? თქვენ უბედურებო, დაჭუჭი ჩაკეტილო, უნიჭოებო და მუქთახორებო მართლა. სახელმწიფო აძლევდათ ფულს 6 თვე არაფერი არ გააკეთეს და კიდე უტრაკებენ ბიჭო მინის. არა ბიჭო, როგორ არ გააკეთეს? რევოლუციას აკეთებდნენ. რევოლუციას აკეთებდნენ. ვაფშე რო არ იყოთ რა მოხდება საქართველოში? ვინ გამოგეკიდებათ? რომელი ადამიანი? ანუ შენ ამბობ, რომ მათი ონტოლოგიური ტვირთი და
არასოდეს არ მეოსეოდნენ მსახიობები, აი ესენი, აი ვაფშე. საკუთარი ხასიათი არა, იმდენ როლს თამაშობენ, ჩემი ნათქვამი არ არის. ბომარშეები და ისინი იძახდნენ, კაცო. კარაბას ბარაბასები ვინც იყვნენ ყველა. არასოდეს იმდენი როლი აქვს დათამაშები საკუთარ თავს, კარგავენ. სულ როლებში ის გოგო ის ბუთხუზი. რაღაცა ეგ მაგის გამო არ არის რომ როლი აქვს დათამაშები და თავის მოქმედებაში დაიკარგა. გადაცემა რომ იყოს და ბაჩო. თეატრი თულია. აი დახვდეს რაღაცა გული უნდა აი პაუზა აი ხო ხდები ოღონდ და არ არის გულწრფელი რის იქცამს ხო წალას რის იქცამს დაჭერილი ვარ მე დაჭერილი ვარ რობიკოს რა უთხარი ჩვენს ბარტონ რობერტ სტურვას რომ ამათ რაღაცები ასწავლა ცუდად რომ უნიჭოები იყვნენ ყველა ბაძავს ყველა რობერტ სტურვას ბაძავს ცუდად და აროჩი არმაგედოი არ იქნება რა რა ვიცი კიდე ვინ არის ბახვაბრეგვაძე გაუშვათ ასვეთს და ბახვაბრეგვაძეს რამე საჭირო ნიკოლოზ რაჭველი მეგობრებო ოპა ამერიკა ევროპა ნიკანორ სადა ხარ დავიდო ეს არის გამოწვევა რაღაცნაირი რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გამაძლიერებელი იყოს ხელოვანისთვის უბრალოდ გულდასაწყვეტია აქ ის რომ თეატრი რომლიდანაც ეხლა ცდილობენ მე ესე ვფიქრობ ცდილობენ იმიტომ რომ ეს ესე ადვილად არ დამთავრდება ამ ერთი ბრძანებით ცდილობენ რომ დათო დოიაშვილი წავიდეს არის თეატრი რომელსაც აქვს მდიდარი ტრადიცია მაგრამ დღეს ეს თეატრი არის წამყვანი ერთ-ერთი მართლა წამყვანი თეატრი ეს ყველა მაგნიშნე და ყველა მიცის ვინც ამ სფეროში ჩახედულია ამიტომ მის თითო კედელიდან დაწყებული რა ვიცი ყველაფერი მის მიერ არის მოფიქრებული ნუ არ ვლაპარაკობ სპექტაკლებზე და ძალიან დიდი გავაჩეროთ კიდე ამაზე კომენტარი მე ბიაზი ვინ გააკრა ბიაზი ვინ გააკრა დო იმ თავის ხელით აი ხე გაუშვათ მელია ეს ეს არის ამონტაჟი ხალხია რომელსაც თავისი ხელით აქვს დაიდავებული ის თეატრი ეს ასეც მომალუს სოფლიოს დონის რეჟისორს რომელსაც თავისი ხელით აქვს დაიდავებული ის თეატრი ეს ასეც მომალუს სოფლიო დონის რეჟისორი რომელსაც ინატრება აი გავაჩერეთ აი ეს მზე რო იტყვის ჯერ ხო იცის ეს ამას აქ დამთავრებული თეატროსადეობა ლონდონის კოლეჯში აკადემიურ კოლეჯში ხელოვნებაცოდნეობის ბაკალავრი და მე მაგისტრი უკვე მაგას დისერტაცია დაიცვა ძველი ელინური მისტერიები დიონისიური და აპოლონიური საწყისები ძველ ბერძნულ ორგიასტიულ მისტერიებში. თქვენ შორის კარგი არის. აი ამ დებილმა. რა მსოფლიო დონის თეატრში არის ნამყოფი ვარ. არა, ნუ ჯერ მსოფლიო დონის დოირო მსოფლიო დონის არის ეს ერთი კომედია და დასასრულო რაღაც, მაგრამ ანუ უტიფრად რო იმეორებენ ანუ ფიძინა ივანიშვილის გარემონტებულ რესტავრირებულ თეატრზე რომ დოიმ გააკეთა თურმე ეს თეატრი ნულიდან და მელია რო გიცავს და ბუთხუზი ეს ისტორიჩკა ნაცები ბიჭო ის რეჟისურაზე და ის შემოქმედება მეგონი არა პროსტა გაუგებრობაში იმდენად ოდიოზური ფიგურა არის რომ შეუძლებელია მის პოლიტიკური გემოვნება არ იყოს ნაცური შეუძლებელია ყველა პონჩი იქნება ნუ საარჩევნო ყუთთან ყველა პონჩი მაგათი მომხაზავი იქნება კიდე გვაქვს ბიჭო ერთი ვიდეო ჩვენ მოდი ზურაჯაბაძე ნინო ქათამაძის ვიდეო გაუშვება იმაში იქაც გვაქვს ზეითაც ჯგუფში მოდი ჯერ ზურაჯაბაძე გაუშვე და ნინო ქათამაძე აუ მოიცა ხო არ საბჭოს ხო უნდა გადატენოს არა ხო არ შემაშინო რა რუსეთში წინააღმდეგობის მოძრაობამ ვერ დაამარცხა პუტინის რეჟიმი, ან ბელორუსში წინააღმდეგობის მოძრაობამ ვერ დაამარცხა იქაური რეჟიმი, ეს ყველაფერი იგუგლება, ამის წაკითხვა შესაძლებელია, ყველაფერი იწყება იმით, რომ აქეთ ამ ხარეს ძალები იყო დაქსაქსული და რაღაცებზე ვერ თახდება. ანუ ეს ამბობს გაჩერე, ეს ამბობს რომ რუსეთშიო იმიტომ დამასწაო, რომ დაქსაქსული იყო. რუსეთში რატო დამარცხა ეს საკეთემა რუსეთში დამარცხებოდა, იმიტომ რომ რუსი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იდეებს ხადაგებდნენ. აი ესეთი არის რუსი ხალხი. არ გვინდა ამაზე არც დადების არც უარყოფის თქმა. მათთვის ლიბერალური იდეები მიუღებელია საერთოდ. და ბელორუსიაში იმიტომ დამარცხდა, რომ ფული შეიჭამა ძალიან დიდი და საქმე არ გაკეთდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების მიერ. ეხლა მაგრამ მიუხედავად ამისა, მე
ყოველთვის დიდი სიამოვნებით უსმენდი ნავადვორსკაიას, ლატინინას. ადამიანებს ეს კაცი არის ახლა ერთ-ერთი ოპოზიციონერი. ადამიანებს, რომლებიც იმ ლიბერალებს და იმ აქტივისტებს და იმ NGO-შნიკებს, რომელსაც აი 100 თავით მაღლად განან ქართველებს. აი ეს რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ძალები. ხდები? არა, უბრალოდ თუ ვახსენებთ იმათ, ხო? საკუთარ თავსაც შეხედოთ, მართლა ორი წიგნი რო არ აქვს საკითხული რა. რა გინდა შენ? ერთი წიგნი, ორი ბევრია, ერთი წიგნი. რა გინდა შენ ნინო ქათამაძის ის რაღაცა გაუშვით. ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ახლა ეს რაჭველი ხო იქიდან ჩაერთო კაც ნიუ-იორკში არიან, კონცერტი აქვს რა. ქართველების იმას. სახელმწიფო ხო არ წაიყვანა? ექს ვარ შეხება მოსაკითხი მაქვს. ხო, გაუშვით. და ვარ, ნუ არა, მე გონი არ წაიყვანა. კონცერტი არის და ნინო ქათამაძე აი ესეთი შვენიერებასთან მიახლოებული ფორმით უცხადებს ხარდაჭერას დოის. არ მესმის და რა გაიგე? ვერ გავიგე. დღეს დაიგა თავისუფლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ დაუშავეს. ისე წატირება, დექიშვილო. დღეს გოიგა გათავისუფლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ დაგიშავეს. ნიკა მოვიდა ბებანიშვილი დედა. წატირება. ეს ფორმა უკვე გასაგებია. რა თქმა უნდა. კარგი, მეგონა. ამერიკული აგორადან უკვე გაისმა მხარდასაჭერი, მეგონა დათაუძის იმ სტატუსმა იმუშავა. მოდი ახლა ჩვენ ჭოლა გაუშვა, ჭოლა აფერისტია, გურულია, საქმეიცის და არა, ჭოლა არ გაუშვათ, იმიტომ რომ ჭოლა ასვაც და არ ჩაფურს რა, თავის თეატრი მოყუჩებული საკაიფოდ აქვს, იქ ხალხი მოდის, არც ბოიკოტშია და არაფერში რა. თინა ბოკუჩავა, შალვა ნათელაშვილი. ძალიან მაგარი სათაური აქვს ამ იმას. შალვანს რო ჟმოტობის ისტორია. შალვანს რო ჟმოტი ეგ ვიცით დიდი ხანია, მაგრამ ამე ახალი ისტორია. გაუშვით, კარგია, გაუშვით. ახალია რა მე. გაუშვით. ჟმოტობის ისტორია. ვენაში რამდენიმე წლის წინ ბარში შევედით იქ ვენის თეატრთან და ქუთაისელი ლამაზი გოგონები, იმერელი გოგონები იყვნენ ჩამოსული შაბათ კვირას ვიზიარით და ბარში იჯდნენ და კოქტეილის სტუმავდნენ და ძალიან გამიხარდა იმათაც გაუხარდათ ჩემიდან ახლა მე როგორც ახლა ქართველებს ხშოვე შამპანური გავგზავნე თუმცა რო დავხედე ისეთი პაცი უნდა შამპანური მაგრამ არ მინანია იმიტომ რომ ალალი იყო მოკლედ ხო გაჩერე რაო შამპანური გავგზავნე კერავდა არა რა თქვა რატო უნდა აი პროსტა კაი აი, რატო უნდა გაიხსენო, რომ ძალიან ძვირი ღირდაო და გავწითლდება. რა, შენ მაინც ნუყვები. ვიღაცა შენ მომწინანდგო ერთხელ, მაგრამ შამპანური გაუგზავნაო, რო თქვას და მე გაწითლდა ისე გადაიხადაო. შალვა ნათელაშვილი. შალვა არის ტიპი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლებაში, არასოდეს არ ყოფილა მთავრობის წევრი და მაინც იშოვა მილიონი. შენ ხვდები, ანუ რამდენად გაქნილი არსება არის? და სულ იყო ჯიბის ოპოზიციაც ბაო სააკაშვილის სლიპი ბადრი გაუშვათ ვინ არის ასეთი მედიატორი შესაძლებელია რამდენიმე მხარე იყოს ესეთი მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო რა თქმა უნდა ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ მათ შორის ქართულში მუშაობა რომ იყოს ასეთი მედიაცია იცით რა ეხლა ჩვენ მეგობრებთან ქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ აუცილებელია საბოლოო ჯამში შეთანხმება რომელიც ქვეყანას თავიდან აარიდებს სიტუაციის და გააჩერეთ სხვათა შორის ძალიან ინტენსიურად დაიწყეს ლაპარაკი უგულავად თქვა თუ ესე გაგრძელდა არჩევნები იქნებაო ბევრმა თქვა რა გახარია ვაფშე მემზადებითო და ამას ნახე საჭიროა შეთანხმება რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას ესკალაციას მე ჩამეძინა ბადრის მოსმენისას მესუმე ანუ შესაბამისად მეგობრებო ემზადებიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მაგაზე იყო რამდენიმე დღის წინ მამუკომდინარძის ბრიფინგზე მე მგონი იქ გააკეთა კომენტარი რომ რა დავალებასაც მიიღებენო ზუსტად ისე მოიქცევიანო არც მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში რაც მე თვითონვე აღიარეს თუ ზუსტად მახსოვს გიგი უგულავა გამოვიდა რომელმაც თქვა რომ გარედანო რასაც იტყვიანო იმის მიხედვით გადაწყდება არჩევნებში მონაწილეობის ამბავიო რა ხო და ირაკლი კუპრაძე ამბობს ირაკლი კუპრაძე ლაპარაკობს ჩვენზე აი ბევრი პროპაგანდისტული ხაზია ქართულ ოცნებას, რომელთაც იბრძვის ადამიანების გონების დამახინჯებისკენ და მათ გონებაში
ცუდი არაარსებული ტყუილის შეტანისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობა მათ არ უნდა მიცეთ, არ უნდა მიცეთ. არსებული ტყუილი რა არის? არა, არ არარსებული ტყუილი, არარსებული ტყუილი ასაჭიროა. ხო. ტყუილი არის ისაც არ არსებობს. ორმაგი ის არის. უარყოფა. არარსებული ტყუილი. ანუ სიმართლე. აისო მეტი არ არის საჭირო. ეგ ხარ საკმარისია. არ არსებული სად მოგიგეთ ვიტგენშტაინი? ვიტგენშტაინს მოუგეთ. მაგრამ ამას აქ დაცული სადოქტორო. ამას დაცულია ხო? ვაფშე დაცულია. ხო, ნუ აი ეს მინდოდა რომ დაგენახა და დაინახეთ კიდევაც რა. ბიჭო, რა არის იქ გუშინ იყო ძალიან მაგარი. მონაკვეთები და ანუ ყოველდღე არ არის ეგრე. ხო, არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა თქვა ეგეთი მაგრებიც ვერ არიან რა, ეს ჩვენი ოპოზიციონერები. ზოგადად ეხა, მოდი დავასრულოთ და ვილაპარაკოთ. რა კარგი წინვარ დღესასწაული გველის. ჩვენ ეხლა უნდა დამშვიდდეთ. ვინც ტაძარში მიბრძანდება, სუფრასთან ვინც შეხვდება, არ მეგონი ყველა შეხვდება სუფრასთან, ყველა ტრადიციულად აღნიშნავს, ისაც როგორ შეუძლია, რაც აქვს საშუალება და ეს არის შესანიშნავი. ეს ფარისევლები ბოდიში მაგ თემაზე რომ ამის ხმობთ, ეს ფარისევლები დაეწყობიან როგორც შარშაქნეს, მიუნენი ქაშვედის ეზოსთან და ქვეყნის მთავარი ღვთისგმობები, იმიტომ რომ კამერაში ეგ კადრი გამოჩნდეს და მედიით მაგის გავრცელება შეძლონდა რაღაც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქონდეთ ხელთ, დაიწყებენ იქ გალობას და ევროკავშირის ჰიმნის სიმღერას აღდგომას. და საინტერესოა მეგობრებო, რომ კათოლიკური შობაც კათოლიკური აღდგომაც ემთხვევა ამ აღდგომას. იქ წავიდნენ რა იმ დამბლდორთან არის კათოლიკური არ არის. შეიძლება აღდგომასაც არის თვალისწინებს ეგ რელიგია, არ ვიცი. ზოგი რელიგია ქრისტიანული წყალებში ხო რომ შობა კი კაცი იყო და არ გათუ არა არ ვიცი თქო ერთმა პატიმა არიან აქ ეგეთი სექტებიც არსებობს ხე მე რასაც საუბრობთ იმაზე არ ვიცი როგორ არის საფუძხარო ორგანზე დაუკრან მაშინ და მოაწყო ხო რაღაცა კი ჩერგოლიშვილი თავის მეუღლით წავა რა თქმა უნდა კი იქ შეხვდება ხო მეგობრებო მე გისურვებთ ბედნიერ აღდგომას დასვენებას კარგი ამინდები გამოვიდა შაბათსაც და კვირასაც აპირებენ მე მგონი ეს რუსთაველის გადაკვეთას მაგრამ რას გადაუკეტავენ და ვის გადაუკეტავენ ეგ არ ვიცი იმიტომ რომ ქალაქი წარიელდება მაგრამ მას შემდეგ რაც დოის გადაეკეტა შემოქმედებითი ჰაერი მე აღარ ვიცი რა შეიძლება კიდე ერთხელ დოის შეუძლია ახლა თავისუფალია ფულს მისცემს ბევრი მისცემს ფულს გააკეთოს თავისი თეატრი და იქიდან ებრძოლოს რეჟიმს რა დოი ფული და გაიხადა კი ბატონო დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურეთ ჩვენ ერთმანეთს სამშაბათს შევხვდებით ხვალ არ იქნება გადაცემები ხვალ არც დიდი გადაცემა იქნება სამშაბათს დავუბრუნდებით სამშაბათს დავუბრუნდებით მანამდე მრავალ აღდგომას ბედნიერ აღდგომას ქრისტე აღდგა კარგად ჩაო კარგად